მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად მხოლოდ პოლიტიკური ჩარჩოთი უნდა განვიხილოთ ის, რაც ხდება, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვართ იმ მოცემულობის წინაშე, რომ ორი ამოცანა აქვს განსახორციელებელი რუსეთს დარჩენილი განსახორციელებლად საქართველოში. ერთი ეს არის საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გატეხვა, იმიტომ რომ მათ პოლიტიკური ძალაუფლება ხელში უკვე აიღეს. ქართული ოცნება არ არის ძალა, რომელიც მართავს ქვეყანას დამოუკიდებლად. ეს არის ძალა, რომელიც იმართება პირდაპირ რუსეთიდან, მათ შორის სანდო წყაროები და ინფორმირებული წყაროები უკვე იმასაც ამბობენ, რომ გადასული არის პირდაპირ საქართველოს ხელისუფლების ყურაცია, ასე ვთქვათ, იმ ხალხის ხელში მოსკოვში, ვინც კურირებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ანუ ერთი და იგივე ხალხი განაგებს ამ ურთიერთობებს, როგორც არის სერგეი კირიენკო, ამაზე წერენ ინფორმირებული წყაროები. ანუ საქართველოს დღეს მართავს პოლიტიკურად რუსეთიდან აბსოლუტურად კონტროლირებადი ძალა. ერთადერთი, რაც რუსეთმა ვერ, ასე ვთქვათ, განახორციელა, არის პირველ რიგში ის, რომ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა ხდება მას, ხო? იმიტომ რომ მათ დაჭირდათ გაყალბება არჩევნების, რომ რუსული პოლიტიკური ძალა აერჩია, ასე ვთქვათ, ვერანაირი სხვა გზით ვეღარ რჩებოდა რუსები ხელისუფლებაში და ამიტომ მოუწიათ აი ამ სპეცოპერაციის ჩატარება, არჩევნების მასობრივი გაყალბება, იმიტომ რომ საზოგადოება უწევს წინააღმდეგობას რუსეთს. და მეორე ამოცანა ეს აქვთ, რა თქმა უნდა, ის, რომ საბოლოოდ ჩაეხსნას დასავლეთი აქაურობას, ხო? ანუ ჩაიხსნას ყველა თანამშრომლობის ფორმატები, რაც არსებობს დღემდე, რომ ამითი უკვე დაიწყოს, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დაჩქარებული გზით მიდის, მაგრამ უკვე ფორმალურად შეიძლება ითქვას დასრულდეს. სალომე, აქ ჩაგეკითხებით აუცილებლად, აი რომ წამოყვეთ ლოგიკაში, აქვე აგვიხსენით მაგალითად მათი მცდელობები იქ დავითაშვილის შეერთებულ შტატებში, იქ კობახიძის განცხადებებში და პაპუაშვილის დიდწერილში ხაზგასმა, რომ ჩვენი გზა არის ევროინტეგრაცია და ასე შემდეგ. ანუ ფიქრობთ, რომ რაღაცნაირი ორი ხელის პოლიტიკა აქვს, თან ცდილობენ რაღაც ბუნდოვანების დატოვებას ამ ხრივ და ყველას პოლიტიკა არის. ანუ მაშინ ორი ხელის პოლიტიკა არ არის, ხალხის გამოშტერების პოლიტიკაა, ხალხის გასულელების პოლიტიკა, იმიტომ რომ დიანა, იცით რა, მე იმ ადამიანებს განვაკუთვნები, ვინც დიდი ხანია მიიჩნევს, რომ რუსების დაქვემდებარებაშია ქართული ოცნება და ნუ ახლა იყო დრო, როდესაც ამას ძალიან ცოტა ადამიანი იზიარებდა. ქართული ოცნება პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ძალიან წარმატებით ბიძინა ივანიშვილმა და რუსებმა ძალიან წარმატებით ჩაატარეს ქართული ხალხის გაბაიბურების და მოტყუების ოპერაცია და ამას აგრძელებენ ხო წლების მანძილზე, იმიტომ რომ ну, რა ვიცი, ხა ერთი წლის წინაც რო გეკითხათ, ვიღაცა გეტყოდათ, რომ ევროკავშირში არა უნდა გაწევრიანება ამ ხელისუფლებას. ხო და დღესაც რატომ ამბობენ თქო? თუ ფიქრობენ, რომ თუ ამას არ იტყვიან, უფრო ძიმე ვითარებ. იმიტომ რომ ის ვინც უყურებს იმედს, მაგალითად, იმედს ვინც უყურებს, იმისთვის დისკომფორტი არის მაინც, რომ დაინახოს პირდაპირ რუსებთან ჩახუტებული ხალხი, რომ მართავს მათ და ურჩევნია, რომ თავი გაისულელოს, ან რა ვიცი, თავის შვილი გაასულელოს და უთხრის, ეს არის თქვენი დაკვირვებით ბალახი, ხავსი, რომელსაც საკუთარ მომხრეს თავაზობს. მარტივია, ჩემი დაკვირვებით არ არის, მარტივია. გავაანალიზოთ თუ გნებავთ, რომ გავყვათ ამ ლოგიკას. მაგრამ ვიტყვი ამაზე, მანამდე მინდა საზოგადოებრივ წინააღმდეგობაზე ვთქვა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ სიმართლე უნდა უთხრათ ხალხს. რეიგანმა როგორც თქვა, როცა ყველაფერს სხვას გამოცლი ყველა სხვა შესაძლებლობა, სიმართლე უნდა უთხრა ხალხს და სიმართლე ხალხო ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთს გარდა მოქალაქეებს ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ვისაც არ მიგვაჩნია, რომ უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან და შევატევოთ რუსეთს, საქართველოს ჩავაბაროთ, ჩვენ ერთმანეთის გარდა არავის იმედი არ შეიძლება, რომ გქონდეს პირველ რიგში ერთმანეთის იმედი, ანუ საზოგადოებრივი ერთიანობის და სოლიდარობის იმედად უნდა გავწიოთ ჩვენი წინააღმდეგობა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს გასაწევი. ამიტომ სოლიდარობა, გვერდში დგომა, აქციები, დემონსტრაციები, საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, ეს არის რუსეთის დაუძინებელი მტერი, იმიტომ რომ მათ შორის ავტოკრატიული რეჟიმი, ასე ვთქვათ, რომ გაძლიერდეს, ავტოკრატიულ რეჟიმში ადამიანმა ასევე მარტო უნდა იქნას თავი, მან უნდა იცოდეს, რომ არავინ არის მისი პატრონი, რომ ის მარტო არის აი ამ
ნაცრისფერ სისტემასთან, რომელიც ორ სულ ხალხს შეუვარდა დღეს სახლში, დააწიოკა მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, შეუვარდა კიდე სხვა 5 ადამიანს, მათ შორის ამ ადამიანების საქმიანობა უკავშირდება რას, დახმარებას, სხვა მოქალაქეების სოლიდარობას და მათ შორის წინააღმდეგობის მოძრაობისთვის და ზოგადად სულისკვეთებისთვის საზოგადოებაში ეს სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და არ არის შემთხვევითი, რომ ისინი არიან სამიზნე, რომ დღეს სწორედ აი ამ ხალხის ასე ვთქვათ, აი ამ სოლიდარობის ინფრასტრუქტურის განადგურებას ცდილობს, ხო, რეჟიმი, რომელმაც ჯერ დააყადა ეს ფონდები, ანუ ფაქტიურად მათ შეუზღუდა მოქმედების თავისუფლება, მაგრამ არ ჩერდება და ასე ვთქვათ, ბოლომდე რეპრესიული მანქანის ამუშავებას ცდილობს. მე ამიტომ მინდა პირველ რიგში ეს ვთქვა, რომ ეს არის მიზანმიმართული ოპერაცია, რომლის ამოცანაც არის საზოგადოებრივი აი სულისკვეთების მოშლა, ერთიანობის, წინააღმდეგობის, პროტესტის, სოლიდარობის და ამას ისახავს მიზნად. და მეორე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და დაუბრუნდები თქვენს კითხვას საერთაშორისო კონტექსტზე, ხო? დიახ. აი დააკვირდით დიანა, ეს მარტო ეხლა არ ხდება. ფაქტიურად თუ ერთი წამით ჰიპოთეზის დონეზე დაუშვათ თქვენამ ვიღაც სხვას მიაჩნია, რომ რაღაც გულწრფელად სურს ამ რეჟიმს დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება. მე გულისხმობ რეალურ გაუმჯობესებას, არა იმას, რომ ეს ვიღაცა რაღაც კომიკური პერსონაჟი, რომელსაც დღეს საქართველოს პრეზიდენტი დაარქვეს, სადღაც ჩავა სამძიმარზე, სადაც ყველას იღებენ, ახლა უარს არ ეტყვიან და იქ ანუ ფიქრობთ, რომ მისი ამერიკის სალომე კითხავთ მაინც მისი იქ დგომა შეიძლება არ უნდოდათ, მაგრამ ეს ვთქვათ, ჩააყენეს სახელმწიფოს მეთაურების რიგში იმის გამო, რომ სამძიმარზე იყო ჩასული. უარს არავინ არ ეტყოდა, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას ეკითხებიან, ვინ არის მათი წარმომადგენელი, ვინ ჩავა და ამათმა გაუშვეს აი ეს კომიკური ვიღაცა პერსონაჟი, რომელსაც ქვია დღეს საქართველოს პრეზიდენტი და კომიკური იყო მთელი, ასე ვთქვათ, მათი ეს PR მანქანამეს როგორ ამუშავა ხელაწეული ამერიკის პრეზიდენტის ფონზე, რომ რაღაც შეეცადეს რომ ეს პირველი ფოტო იყო Associated Press-ის, თუმცა იქ იყო კადრიც ხელის ჩამორთმების, მესმის რომ ისე დამძიმდა ურთიერთობები, რომ ხელის ჩამორთმების კადრი რაღაცნაირად ამერიკის პრეზიდენტი ყველას ართმევს, ვინც მსგავს თავყრილობაზეა. ამიტომ მე რას ვამბობ დიანა, რომ აი ესეთი კომიკური, ხო, აი ძალიან დაბალი დონის, რაღაცა პროვინციული, გაუთვითცნობიერებელი ხალხის, ასე ვთქვათ, გემოვნებაზე გათვლილი რაღაცა იაფფასიანი შოუს გარდა, არაფერი რეალურად ამ ხალხს არ აინტერესებს რეალური ურთიერთობების გაუმჯობესება, რატო? იმიტომ რომ ყოველ ჯერზე და ჩვენ ეს მათ შორის ვიცით ჩვენი წყაროებიდან, როდესაც ისინი იღებენ ძალიან კონკრეტულ, ასე ვთქვათ, მითით ძალიან კონკრეტულ შეთავაზებებს, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს. მეორე დღეს ისინი მოქმედებენ საწინააღმდეგოდ იმ მოლოდინების, რაც აქვს ანუ დასავლეთს უნდა ურთიერთობების გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებასთან, ქვეყანასთან და ხელისუფლება ამის შესაძლებლობას არ აძლევს თავისი ქმედებებით, ანუ ცდილობ რეზიუმირებას, რასაც ამბობთ თქვენ და ამიტომ დააზუსტეთ. კი ბატონო, ამისთვის ხართ რომ დააზუსტოთ თუ მე გაგების პრობლემა მაქვს დასავლეთ სურს ის, რაც თქვა ევროკომისარმა კოსმა გუშინ განცხადებაში, ინტერვიუში უпростоრად, მას არ სურს რომ საქართველო დაკარგოს საქართველო. რომ საქართველოს დაკარგვა რას ნიშნავს, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოიწეროს როგორც დასავლური ევროპული დღის წესრიგის მქონე ქვეყანა, გაუქმდეს საქართველოსთან კანდიდატის სტატუსი უკვე გაუქმებულია, უბრალოდ ფორმალობაა ჩვენ რო ქვია დღეს კანდიდატი, მაგრამ მაგალითად განიხილავენ ვერსიებში მათ შორის ამას. ამიტომ მათი ამოცანა არის, რომ მოიძებნოს გზა იმისთვის, რომ საქართველო არ დაიკარგოს და ქართულმა ხალხმა არ დაკარგოს, ანუ საბოლოო ჯამში მოდი პირდაპირ ვთქვათ, ახლა დასავლეთისთვის რა, ანუ საბოლოო ჯამში დასავლეთი გააგრძელებს თავის განვითარებას, ჩვეულებრივად საქართველო თუ აღმოჩნდება რუსეთის აი ამ ჩაკეტილი ღარიბი, დახურული, უპერსპექტივო, ნაცრისფერი, ვიტყოდი შავგნელი სივრცის. და რომ არ დაიკარგოს ამისთვის, ანუ რატომ ვერ გავიგეთ, და რომ არ დაიკარგოს ამისთვის, ცდილობს
რაღაცნაირად საქართველოს ხელისუფლებასთან კი არ ცდილობს ურთიერთობებს გვინდა არ გვინდა ეხლა ეს ხელისუფლება ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური წარმოადგენს და თუ არ მაცდით საუბარს თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ დიანა. კი ბატონო, უბრალოდ იმის ახსნა მინდა რომ გაგების პრობლემაზე როცა მიმანიშნეთ დიანა და შეგიძლიათ საკუთარ თავთან დიალოგი გააგრძელოთ მაშინ იმიტომ რომ თუ არ დამთავრებინებთ თავს ვერასდროს ვერ გაიგებთ რას გეუბნებით. კი ბატონო, საკუთარ თავთან დიალოგი. ამიტომ მარტივი არის სინამდვილეში, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც დღეს აქვს მიტაცებული ძალაუფლება დემოკრატიული პროცესის წინააღმდეგ, მათ შორის დასავლეთი ეკონტაქტება იმ თვალსაზრისით, რაც გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება, რომ მათ უხსნიან რა არის მოლოდინი დასავლეთის იმისთვის, რომ საქართველო არ დაიკარგოს დასავლეთისთვის და ეს შეეხება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ სტანდარტებს ამ ქვეყანაში. ეს შეეხება იმას, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები, რომ ხელისუფლება ძალადობას იყენებს საკუთარი სახელმწიფოს მოქალაქეების წინააღმდეგ, არ ღვევს ყველანაირ უფლებებს, რაც ჩვენი კონსტიტუციით არის დაცული და საერთაშორისო სამართლით და მათ ეუბნებიან, რომ ესე ვერ გააგრძელებთ. ესე თუ გააგრძელებთ, საქართველო დაიკარგება. ჩვენ ვერასდროს ვერ გვექნება შესაძლებლობა, რომ საქართველოსთან დავუბრუნდეთ რაიმე ევროპულ მომავალზე ან რაიმე დასავლურ ურთიერთობებზე საუბარს. ოღონდ, როდესაც ეს საუბარი იდგება და ჩვენ გავიგეთ ამ საუბრის შესახებ, ჩემგან კი არა, ჩვენ გავიგეთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან რა, რომ აუხსნეს ქართულ მხარეს, რომ არსებობს კონკრეტული მოლოდინები, რაც უნდა გაკეთდეს. 2 დღის შემდეგ უვარდებიან სახლებში 5-6 ლოკაციაზე განხორციელდა დღეს ეს რეიდი და აგრძელებენ რეპრესიული სისტემის სრული, ასე ვთქვათ, მექანიზმებით ამუშავებას. ანუ დგავენ იმ ნაბიჯებს, რომელიც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ყველანაირი მოლოდინის, რაც არსებობს დასავლეთში, იმიტომ რომ დასავლეთში არსებობს მოლოდინი, რომ უნდა შეწყდეს დაწიოკება არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, მოქალაქეების, უნდა შეწყდეს სამართლებრივი დევნა, ალტერნატიული აზრის მატარებელი ადამიანების და სხვა და სხვა. როდესაც შენ ამის საწინააღმდეგო ნაბიჯებს გავს, მე მგონი ყველასთვის გასაგებია, რომ რეალურად არანაირი მცდელობა შენ არ გაქვს არავისთან ურთიერთობების გაუმჯობესების, იმიტომ რომ იცი რა სიმართლე რო გითხრა, მე მგონია რომ შეიძლება არ ვიცი ვიღაცა პაპუაშვილისთვის და ვიღაცა ბოჭორიშვილისთვის უფრო კომფორტულიც იყოს, რომ ესეთი დაძაბული, ასე ვთქვათ, ესე არ უწევდათ, ხო, შეჯახება შუბლით დასავლეთთან, მაგრამ მათ არ აქვთ ამის თავისუფლება, იმიტომ რომ ისინი ემორჩილებიან იმ ასე ვთქვათ, იმ ინსტრუქციებს, რომელსაც იღებენ საკუთარი პატრონებისგან რუსეთში და რუსეთის ინტერესებში არ შედის რომ რაიმე ტიპის კი ბატონო, თქვენ ამბობთ რომ ხდებიან და გარკვეულ კი ბატონო, ხდებიან, გავაგრძელებ, ასე ვთქვათ, დიალოგს თქვენთან და არა საკუთარ თავთან. თქვენ ამბობთ რომ ისინი ხდებიან და რაღაც ტიპის გზამკვლევებს აძლევენ, ხდებიან როგორც ვის, მაშინ ასე დავსვამ შეკითხვას. იმ ხალხს, ვინც რეალურად ქვეყანაში დღეს დე-ფაქტო წარმართავს ქვეყნის მართვის პროცესებს, ხო? მათ აქვთ, ანუ მათ არ აქვთ დემოკრატიული მანდატი, მაგრამ მათ აქვთ ძალაუფლება. ეს ძალაუფლება დღეს ემყარება ძალადობას, ანუ იმას, რომ ცხვირპირს დაალეწავენ ქუჩაში გამოსულ ხალხს და შეეცდებიან, რომ სახლში შეყარონ. ძალაუფლებას, რომ არალეგიტიმურმა, მაგრამ თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა რაღაცა მიიღოს, შეთითქნოს რაღაცა ასე ვთქვათ, ნაწერი და დაარქვას ამას, რომ ეს არის კანონი და მე ამ კანონით მოვიდეს და თქვენ დაგაჯარიმოთ 5000 ლარი, იმიტომ რომ ტროტუარზე idekit მაგალითად მიტინგის დროს შეთითქნოს რაღაცა თავი მოუყაროს ვიღაც გაუგებარ დაჯგუფებას და არქვას მათ საგამოძიებო კომისია და ამის საფუძველზე მერე დაიწყოს სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის ჩვენი პარტიის დამფუძნებლების და სხვების. ანუ მათთან დიალოგი, მათთან ასე ვთქვათ, ურთიერთობა შედგება თუ შედგება და ასე ვთქვათ, ეს იყო სწორედ ნათქვამი მათ შორის ევროკომისრის განცხადებაში, როგორც ხალხთან, რომელიც რეალურად ამ ქვეყანაში ძალის გამოყენებით, არადემოკრატიული გზებით იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც აისახება შემდეგ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაზე.
სამწუხაროდ ძალიან მძიმედ, მათ შორის დღეს გამოიყვება ახალი ეკონომიკური მონაცემები, ხო, სადაც ნახევარი ხალხი ამბობს, რომ საჭმლის ფული არ აქვს. ამიტომ როგორც რა ვიცი, დამნაშავე, ხო, მაგალითად, აი ვიღაცამ რომ გაიტაცოს, არ ვიცი, ადამიანი, ხო? მასთან ალბათ ლაპარაკი შეიძლება ვიღაცას მოუწიოს იმისთვის, რომ ტყვედ-აყვანილი ადამიანების გათავისუფლებაზე ესაუბროს. დღეს საქართველოს და ქართველი ხალხი ტყვედ ყავს აყვანილი ივანიშვილის არალეგიტიმურ დაჯგუფებას, რომელიც ასრულებს რუსეთის დავალებებს და აი ამ მოლაპარაკებებშიც არ შედის, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ამის თავისუფლება. ისინი არ არიან დამოუკიდებელი ავტონომიური აქტორები და დღეს მე ვფიქრობ, რომ ამის კიდე ძალიან ნათელი მაგალითი დავინახეთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად არალოგიკური იყო ის, რაც დღეს ჩატარდა ხელისუფლებისთვის, რომელსაც რეალურად სურს ვინმესთან ურთიერთობების გაუმჯობესება დასავლეთში. ამის ახსნა მინდოდა. დიდი მადლობა, გულისყურით, გისმენდით, რომ შემდეგ